აი რას ნიშნავს ჩემთვის რუსთაველის თეატრი რა? ყველაფერს. ეს არის სახლი, სადაც მე დავიბადე როგორც მსახიობი და სადაც უკვე 54 სეზონს ვატარებ. არც მქონია წტუნება სხვა თეატრში წასვლის ან რაღაცა კი მითამაშეა იქ სხვა სცენაზე, მაგრამ ისიც ჩემი პედაგოგის მიერ დაარსებული თეატრი იყო, კინომსახიობთა თეატრი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის და მე მისი მოწაფე ვარ, რითაც ვამაყობ და ის მაშინ მე როდესაც ამ თეატრში მოვედი, ამ დიდებული თეატრის მთავარი რეჟისორი გახდათ. მე გახლავარ დავით კვირცხალია. დაბადებული 1950 წელს მაისის თვეში. ამას აქვს ნიშნული, ძალიან მიყვარს გაზაფხული და ვამაყობ რომ მაისი ჩემი დაბადების თვეა. იცით რა, როდესაც მე ჩემს მშობლებს გავანდე საიდუმლო რომ მე მინდოდა თეატრალურ ზიარებოდი ასე ვთქვათ სამსახიობო ხელოვნებას. ორივე შეცვა, დედაც და მამაც. დაივნე, იმიტომ ჩვენ წინაპარი ვინმე, აი წინამძღოლი არავინ არ გყავდა, რომ ამ საქმეში ცოტა ბიძგი მოეცა, ან წინ დამხედრდა, ან გზა გაეკვლა, ან რაღაცა და გაგიჭირდებაო მამაჭიმო მეტყვა. მართალიც აღმოჩნდნენ იმები, ბევრჯერ გამიჭირდა, ბევრჯერ წარმატებასაც მივაღწიე, ბევრჯერ კარხასიაძე ვიყავ, ზოგჯერ გულიც ამიცრუდა რაღაცებს, მაგრამ ეს იყო ცხოვრების ის დიდი ნაწილი, რომლის გარეშე არ შეიძლება. თეატრალური ინსტიტუტი იყო ჩემი ყველაზე დიდი გამართლება. ჯერ შესანიშნავმა ადამიანმა, გიზო ჟორდანიამ მომაქცია ყურადღება იმ როვიჯეკი ამ საერთო აბიტურიენტთა შორის ურთიერთობის დროს მოხდა ისე, რომ ბატონი გიზო მიიწვია გერმანელმა რეჟისორმა ვედეკინმა ასისტენტად და ის დიდი ხნით დაემშვიდობა ასე ვთქვათ ქართულ თეატრალურ საზოგადოებას წავიდა და ჩვენი ჯგუფი შეიერთა არც მეტმა და არც ნაკლებმა ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა. ეს იყო ყველაზე დიდი გამართლება ჩემ ცხოვრებაში. და ბატონი მიხეილი არა მარტო მის ასისტენტად დამხვდა თემურ ჩხეიძე. იმდენად ახალგაზრდა სკოლიდან მოსული ბიჭისთვის ეს იყო ახალი ცხოვრების დასაწყისი, სადაც დაგვხვდა ნამდვილი გურუ, ასე ვთქვათ, რაღაც კაცი, რომელიც აი შესახედობითაც რეჟისორი იყო. და იყო საუკეთესო პედაგოგი, მას შეეძლო შენთან ერთად გაეთენებინა თუ შემოქმედებით პროცესში შევიდო და ის არ მიიჩქარო და არც სახლი იყო, პირველი მისთვის იყო სცენა და თეატრი. აქ რომ მოვედი, მეორე კურსზე ვიყავი, თამაშობდით ნაწყვეტს პიესიდან, რომელიც აქ იდგმებოდა და იდგმებოდა დიდი წარმატებით. ეს იყო ერთ-ერთი სპექტაკლი ბატონ რობერტ სტურუას მიერ დადგმული, როცა ის იწყებდა ამ დიდ რეჟისურას, ეს გახდათ როზოვის ვახშმობის წინ. მაშინ თეატრიდან წავიდა გოგი ქავთარაძე, რომელიც მთავარ როლს თამაშობდა შვილს და შეყვარებულ გოგონას თამაშობდა ქალბატონი ბელა მირიანაშვილი, რომელიც ავად გახდა და სპექტაკლი ძალაუნებურად გაჩერდა და გადაწყვიტა თეატრის ხელმძღვანელობამ და ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა გაანდო იმას ბატონ რობერტს, რომ ჩვენთან სპექტაკლში არის დაკავებული ესეთი ორი ახალგაზრდა ნანი ჩიკვინიძე და მე და რომლებიც მოერგებიან ამ სპექტაკლს, ცადოთ რა და შემოგვიყვანეს აქანო და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ჩემი პარტნიორები ხვდებიან ქალბატონი სალომე ყანჩელი და ბატონი გოგი გეგეჭკორი, დედა და მამა. ეროსი მანჯგალაძე და ზინაიდა კვერენჩხილაძე და უცებ ჩვენი დებიუტი შესდგა და შესდგა კარგად. ამ სპექტაკლმა რა თქმა უნდა განაპირობა, რომ თეატრში რეპერტუარში დავრჩი და ხელფასი არ მქონდა რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე 70 წელს ბატონმა რობერტმა ახალი პიესა დადგა სალამურას ზღაპარი საახალწლო და იქაც სალამურას როლი მომწეს და წარმოიდგინეთ ჩემი ბედნიერება, რომ წავიკითხე
განაწილება და პირველი წერია სალამურა დავით კვირცხალია. რაღაც 1-2 წარმატებიდან გიმახსოვროს მაყურებელი, გიმახსოვროს ბავშვები რაღაცა და მე ამ ხრივ კომფორტულად გზნობდი თავს რომ არ მაკლდა ჩემი მაყურებელი. აი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით აი ამდენი წელია მე დავდივარ ამ რუსთაველის თეატრში და მოკლედ ხან პაუზებიც მაქვს, ხან ისეც, მაგრამ თავარია რომ ვამაყობ მით რომ მე რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ. გაუმარჯოს ნათესავი. რასაპრასტიკოვიძე ხარ ბუძი? რა იყო გოგო პირველად ნახე? ჩემი ცოლის დაქალები, იცით რა, ეს იყო მოულოდნელი სიხარული ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ მე არ ველოდი არანაირ იმას. ესეც ნათქვამი მაქვს ბევრჯერ, რომ როდესაც მივიღე ეს მოწვევა, ეს იყო ეპიზოდური როლი იყო. არ ვიცი მე რა მოხდა უცე. დამირეკა პროდიუსერმა რომ კიდევ ერთ სერია გვაქვსო თქვენთვისო და მე უკვე გამეხარდა, იმიტომ ის უკვე ნაჩვენები იყო ის ჩემ შვილიშვილებს ძალიან მოეწონათ და მე ახლა რატო არა მესამე თვინა. აი ესე შევჭი 6 სეზონი. ქუჩაში ნუ თელი დოლიძე გულში მიხუტებს, როცა ნახავენ. მინდა დაგპატიჟოთ პრემიერაზე, რომელიც სულ რაღაც ერთ კვირაში გაიმართება ჩვენთან რუსთაველის თეატრში ექსპერიმენტალურ სცენაზე. ეს გახლავთ დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით გაკეთებული სცენირება. სხვერპნი ესე დავარქეთ მოთხრობას. რეჟისორმა, რომელიც ის დადგა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც რო გავიგე, რომ იქნებოდა რეჟისორი, რომელმაც მოინდომა ჩემი სპექტაკლში დაკავება, იცით რა, გაურებული ჰქონდა მდგომარეობა, ხო, იმიტომ რომ აი სახელი და გვარი ჩემთვის არაფერს არ ამბობდა. მიუხედავად იმისა, უკვე ის ერთ-ერთი დიდებული თეატრის მთავარი რეჟისორიც გახდათ ყველაფერი, მაგრამ მე მას როგორც რეჟისორს, შემდგარ რეჟისორს ესე არ ვიცნობდი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ პირველივე დღიდან რეპეტიციების დაწყებიდან მე მან მომხიბლა თავისი რაღაც აი სიღრმისეული ხედვით. მართლაც საოცარი სპექტაკლი გამოვიდა იმ ხრივ რომ მე არ მაგონდება რუსთაველის თეატრი ახლა მართლა თქვენი თქმის არ იყოს არის განზომილება რაღაც დიდი რომ პრეტენზიაც რომელიც აქვს ამ თეატრს ის გამართლებულია, იმიტომ ერთ-ერთი დიდი და გენიალური თეატრია საქართველოს და არა მარტო საქართველოს მასშტაბით. და არ მაგონდება ერთხელაც, როდესაც სასპექტაკლს ახალგაზრდა რეჟისორი აბარებს და ის კომისია მიიღოს რობერტ სტურუას თამადობით და იქ შენიშვნები არ იყოს. ყოველ შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ისინი უხმოდ ადგენენ და ყველაფერი იგზავ და წავდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ სპექტაკლი შედგა. ჩემი ხელოვნებაში სამსახურის ერთადერთი მოთხოვნა ის არის საკუთარ თავთან, რომ მე ადამიანებისთვის ვითამაშო, ჩემთვის არ უნდა იყოს ეს ესეთია, ეს ისეთია, ეს მეზობელია, ეს შორეულია, ან მტერია, ან მოყარე. არა, მსახიობი უნდა იყოს ამათი გამოერთიანებელი და პროფესიის მთავარი ხიბლი ის არის, რომ შენი გარდასახვით, აი თუ ტაშს მოწყვეტ დარბაზიდან, აი ეს არის წამი, რომელიც არ მეორდება.